შოთა პაკელიანი ადვოკატმა მოინახულა უფლებადამცველი ისევ ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებისას სასტიკად სცემეს. დაცვის მხარემ დღეს პროკურატურაშიც შეიტანა განცხადება. საგამოძიებო ორგანოსთან მუშაობს ბელა ზაქაიძე და ის ახლა პირდაპირ ეთერშია. ბელა, რა განცხადებით მიმართეს უწყებას და რა სითხოვს დაცვის მხარემ? თბილისის პროკურატურა შოთა პაკელიანის ადვოკატმა ცოტა ხნის წინ დატოვა, როგორც პაკელიანის ადვოკატმა განაცხადა, პროკურატურამ უნდა დაკითხოს შოთა პაკელიანი, გამოძიება სწორედ მისი დაკითხვით უნდა დაიწყოს, რომელიც მთავარმა პროკურატურამ დაიწყო შოთა პაკელიანის საქმესთან დაკავშირებით უშუალოდ პოლიციელების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. შოთა პაკელიანის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებას მიაწვდის ყველა ინფორმაციას, რომელიც 23 მარტს განვითარდა მისი დაკავების და შემდგომ უკვე პოლიციაში გადაყვანის დროს დაასახელებს ასევე კონკრეტულ პოლიციელებს, რომლებიც უშუალოდ მის წამებაში იღებდნენ მონაწილეობას და ისაუბრებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა მისი დაკავების დროს, იმ დარღვევებზე, რომელსაც შოთა პაკელიანი პოლიციელებს ადანაშაულებს. პროკურატურის გამომძიებლები, რომლებიც იძიებენ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით საქმეს და ვითხოვეთ მათთან შეხვედრა, რადგან შოთა მზად არის მიაწოდოს გამოძიებას ინფორმაცია. პირველ წყარო არის პრინციპში შოთა ამ ფაქტის და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ზოგადად მის წამების ირგვლივ, რა მოქმედებებსაც ჰქონდა ადგილიან. პროკურატურაში განცხადების შეტანამდე გიორგი მახარაძე გლდანის ციხეში იმყოფებოდა, სადაც შოთა პაკელიანს შეხვდა. როგორც გიორგი მახარაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით პოზიციების შეათანხმა. გამოძიება დაწყებულია მთავარ პროკურატურაში, თუ რა ფაქტობრივი მასალები ამოიღეს. მოხდა თუ არა პოლიციის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერიდან კადრების ამოღება, ასევე დაინიშნა თუ არა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც შოთა პაკელიანის დაზიანებების ხარისხს, ასევე მის წარმომავლობაზე დადებს დასკვნას ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან მთავარ პროკურატურაში მხოლოდ ერთადერთ ინფორმაციას გასცემენ, რომელიც შეეხება მუხლს, თუ რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და ეს არის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლი. მადლობა, ეს იყო ბელა ზაქაიძე. რჩეული შვილების ოჯახის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოსგან განჩინების დროულად ჩაბარებას ითხოვს. მარიამ